ავიადისპეჩერების გაფიცვის გამო ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. აეროპორტების თანამშრომლებმა გაფიცვა წინასწარი გაფრთხილების გარეშე დაიწყეს და სამუშაო ადგილები დილიდან დატოვეს. ისინი ახალ კანონს აპროტესტებენ, რომელიც მათ შრომით უფლებებს ეხება. ესპანეთის საჰაერო სივრცე პარალიზებულია. მიზეზი ავიადისპეჩერების გაფიცვა. ავიადისპეჩერებმა საპროტესტო აქცია ისე დაიწყეს, რომ ამის შესახებ წინასწარ არავისთვის უცნობებიათ. აეროპორტის თანამშრომლები ხელისუფლების იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც საბიუჯეტო ხარჯები უნდა შემცირდეს, რაც სამუშაო ადგილების შემცირებას გამოიწვევს. აეროპორტში უზარმაზარი რიგები შეიქმნა. აქ დიდი არეულობაა. იბერიის თვითმფრინავით ვაპირებდით გამგზავრებას, თუმცა არ ამგონია წასვლა დღეს შევძლოთ. ჩემი აზრით ვითარება ძალიან რთულია. გაფიცული ავიადისპეჩერები სამხედროებმა ჩაანაცვლეს. აეროპორტებზე სამხედრო კონტროლის დაწესების გადაწყვეტილება გასულ ღამეს ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა ალფრედო პერეს რუბალკამ მიიღო. პრემიერ-მინისტრმა აეროპორტის თანამშრომლებს უსაფრთხო გაფიცვის შეწყვეტისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ თუ სამუშაოს დროულად არ დაუბრუნდებიან, მკაცრად გაასამართლებენ. ტრანსპორტის მინისტრის ხოსე ბლანკოს განცხადებით, დისპეჩერებს საკუთარი მიზნის მისაღწევად ათასობით მგზავრი მძევლად ყავთ აყვანილი, რაც უკანონობა და უპასუხისმგებლო ქმედება. პირადად მე გაფიცვა არანაირ პრობლემას არ მიქმნის პირიქით. დღეს შტატებში გამგზავრებას ვაპირებდი. ახლა კი მადრიდში რამდენიმე დღით არჩენა მომიწევს. ეს არც თუ ისე ცუდი ამბავია. სხედვართ და ავიამიმოსვლის აღდგენას ველოდებით. მასობრივი გაფიცვის შედეგად ესპანეთში ავიარეისების 90% გაუქმდა. ამ დრომდე ათასობით ადამიანს აეროპორტების მოსაცდელებში უწევს ლოდინი.